ბიჭებო, აქ ხართ? კი, ბიჭო. რაკენი ნახე ვინმე? კი, ნახე შეჭი. 53 წლისაა შეჭემა და 12 წლის ბავშვს წერს. შიგარა აქ ხა ამას? აუ, ძმობაში მიდი გამოვიყვანე და მოტყოთ ეგ რა. მაცადე შეჭემა კერო. მოიცა, შერასეულები რამდენი წლის ხარ? 12-ის და დაიჯერადი. და რა ქვია? მართა შეჭი. განსხვავებული კონფეტები მოგწონსო? და რას გულისხმობ მეთქი და? შინ დიდა შევეცი. რა მოხდა, რა მოგწერა ეგეთი? 12 წლის ბავშვს წერს შეჭემა, აქ ძალო კამფიც გაგასინჯება. რაო ბოლოს გამოვალო, მაგის დიდა შევეცი. კი, გამოვალო, მოიხოდე და გამოდი. შევ, ვისვა და გამოვიდეთ. აიცა ბიჭო შეხული. მომას მე დიტასო. კრეჭ. ეგა ბიჭო. ეგა მიცემ. აუ. ეგდე ბიჭო. ამშვაღამეს ბიჭო არ დადიხარ, არ გეშინი არა მე დაგემართავს. ნიხარ თქვენ? ბიჭო. აქეთ მომხედე კუკუნ. ჩვენ ერთი კაი გოგოს ხარველი ანგელოზები ვართ. მალე გაიგეთ. გვეტყვი ისეულდებით ჩვენ გიხართ. გამო, მოკრავ, მოსაკლავი უნდა მოტყოდეს. ბიჭო შენ ხო კაცო? გამო. ანისაკ რატომ ძინავს? დედა იმდენი ინერვიულა ანდრიას რო ჩაეძინა. კაი, გონი დროა გააღვიძო. შეყვარებული ყავს, ხალხი რას იტყვის? დედა რა ხალხი? ან ხალხი რას გაიგებს, საერთოდ სად იყო ანი? ლაშა, რასაც გეუბნები ის გააკეთე. გააღვიძე, გაუშვი სახლში. გააცილე, რა ვიცი, რაც გინდა ის გააკეთე. ოღონდ ახლა აქ არ იყოს. ან გაიღვიძე ან გათენდა უკვე. დავაჯობა ევადინდა. ლაშა რატო არ გამახვიძე? გაგიმარჯვა შვილო, როგორ გზნობ თავს? ცოტა გაბრუებული ვარ მგონი. სირცხვილია. რატო არ გამახვიძე? რა არის სირცხვილი ან დამშვიდ? არა, გავა უკვე მე. საწახვა ჩაიმაის დაგელია? არა, ჩემები ინერვიულები გავავნე უკვე. მოიცა სად მიდიხარ ანი, რამე მაინც მოიცა. ნახვამდის. კარგად შვილო.
ხაი არ მოსულიყავი, რატომ ახვედი? აი რა, ბებზემები, ხოიც როგორ მიყვარხარ. Მიწინას ეკეთე? ვიცოდი რომ ახვედი. წამო, გეხმარ. Ani daç. Kurtkaman çayı. Çayიცვი რო გეუნვები. ისმენე. ეცოსოს უნდა დაურეკოთ რა. რა სოსოს ani? პირდაპირ 112-ში დაურეკოთ. ბაშა, 112-ში რო დავრეკოთ, ანდრიას ჯარში გაიწვევენ. და თან ლექსოსაც ხო დაიჭერენ არა? დასაჭერი უნდა დაიჭირო. მართალია, მაგრამ უნდა დავრეკო. რომელი საათია, იცი? შუა ღამისასაც მიდეკავ. რა ღამე? გათენდა დღის 2 საათია, მოიხსენი ბიჭო ეგ სათვალეები. რა იყო ისე და ტელეგრამი გამათენებინე და დილით მაინც დამაძინეთ. რო არ მჭირდებოდე, ხო არ დაგირეკავდი არა? ესე იგი მჭირდები. მოკლედ ლოკაციას ჩაგიგდებთ, მე და ლაშა ვიქნებით. რაღაც უნდა განახოთ. კაი, გავემზადები და გამოვალ. გავოდებით. აქ რატო ისთვის ვარ, აქ რატო გამოჩერეთ ამდენი ხანი? საქმის დეტალებს დეტექტივები გაგაცნობენ. გამარჯობა. გამარჯობა. მე შეიძლება. მადლობა. მე ვარ უფროსი ინსპექტორი მაკა ბერძენიშვილი. ეს გამომძიებელი ნიკა კალანდაძეა. თქვენ ეჭვმიტანილი ხართ 19 წლის ანდრია კვარაცხელიას გადაცებაში. თქვენ ბრალად გედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 მუხლის უხეში დარღვევა, რაც გულისხმობს ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთას. თქვენი საუბარი იწერება გაქვთ უმილის უფლება და ასევე ადვოკატის აყვანის. იაზრებთ თქვენს უფლებებს. დიახ, ვიაზრებ. კარგით ბატონო ბახვა. საიდან იცნობთ ანდრიას ოჯახს? მეზობლები ვიყავით. მე და მამამისი მეგობრობდით, მე და ანდრიას მამა. ჩემ ხელში არის პრაქტიკულად გაზილი ჩემ თვალწინ. როგორი ურთიერთობა გქონდათ ბოლოს ანდრიას ოჯახთან? როგორც გითხარით, მე და მამამისი ძმაკაცობდით, ერთად ვსვავდით, კეიფობდით. როცა მამამისი გარდაიცვალა, მაგის შემდეგ უკვე კარგი ხანია აღარ მქონია კონტაქტი. მოიცათ, თქვენ ვანოს ხართ? იცნობთ ვანოს? რას ქვია, ვიცნობ. მამაჩემი და ვანო ბავშვობის მეგობრები არიან. აი მაშინ თუ გახსოვთ 1-2 წლის წინ ბათუმში იყო წასული, ჩემთან, დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად. მან გადამარჩინა სიკვდილს. თქვენ ზაზაშვილი ბრძანდებით? კი, ზაზას იცნობ თქვენ? კი, როგორ არ ვიცნობ. რა მაგარია. ერთხელ მე, ზაზა და ჩემი ძმა წასულები ვიყავით, ზაზამ წაგვიყვანა შუახევში. ისეთი მწვადი შევძვით, ეხლაც მახსოვს მაგის გემო. ო, მამაჩემ იცის კარგი მწვადების შეწვა. კი, ეხლაც მახსოვს მაგის გემო. ხო. რას აკეთებდით 2025 წლის 1 ოქტომბერს მოქალაქე ანდრია კვარაცხელიას კორპუსთან? არაფერი, როგორც ყოველთვის, სამსახურში ვიყავ. ანდრიასთან რას აკეთებდი ანდრიასთან? როგორც გითხარით, ჩემ ხელში არის გაზრდილი და უბრალოდ მოსაკითხად ნახე.
და როცა შეხვდით ნერვიული ხარ გე ჩვენთან რამე ხო არ უთქოს რომ ვინმესთან კამათი მოვიდა ან რამე. არა, უბრალოდ ჩქარობდა. კამერების საწინააღმდეგოს გვეუბნებიან. მაღაზიის პატრონი ძალიან კეთილი ყოფილა რომ კამერებთან წვდომა მოგცა. არაფერი, ანდრიას ბაბუას ჩემი ვალი აქვს და ვალი შეხსენება მინდოდა. შევახსენე უბრალოდ ვალი. საინტერესოა, ლექსომ გითხრა რომ ეგვალი დიდი ხნის დაბრუნებული ქონდა ნიკა. ნამდვილად. ბატონო ბახვა. რატომ ტყუის ლექსო და არა თქვენ? ადვოკატის გარეშე ერთ სიტყვას აღარ ვიტყვი. ადვოკატს მოვითხო. კარგით, რა გაიწყობა? დაუძახებთ ახლა პოლიციას, შემოვა, გადაგიყვან წინასწარ საპატიმროში და ადვოკატსაც იქ დაელოდებით. აკრას მომიყვანე. აქაურობის პოლიციას არ მაქვს. შაურმები მაინც ბეჭამა. სოსო, შეგიძლია რომ ერთხელ მაინც არ იწუწუნო და სერიოზულად მიუდგე საქმეს. ხო რა ფრენ თქვენ? რა დროს თქვენ ჭუბია? ხო მართალია. რაღაც უნდა განახოთ რა. გამარჯობა. აი ეს მენიუ არ გვინდა, შეგიძლიათ უბრალოდ 3 ყავა რომ მოგვიტანოთ? კი. რა უნდა მანახოთ? ანიმ ლექსოსთან ფლეშკა იყო. მოიცა. ლექსოს ფლეშკა მოპარეთ? ხო ნუ რა მნიშვნელობა? მანახე, ხაბარა უნდა მანახოთ. მოიცა. ეს ანდრია? ალბათ მიხვდებით რომ აქ შემთხვევით არ ვზივარ. ვიცოდი რომ რაღაც მაინც ექნებოდათ ამ ბავშვებს ჩემთვის ისეთი რაც დამეხმარებოდა. ხო და აქ მისვლის შედეგად და აი ამის სატანის შედეგად არ გაბედო და არ მოგვატყო. ანდრია შეყურებულს ცალკე შევხვდი. მოკლედ, ბევრი ლაპარაკი არ მინდა. მე გაძლევ შენ მტკიცებულებას, შენ კიდე ყველანაირ გარანტიას, რომ ანდრიას ჯარში არ გაიწვევენ. ან ესე, ან კიდე ჩვენ გამოვიყვანთ. და წარმოიდგინე რა სიტყვის ხალხი, რომ სამმა მოზარდმა გამოიძია საქმე, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს და პროფესიონალები ხელებს იბანენ, ხო? შენ ვიგონია შვილო, შენთან გაგაბრუნებ ხა ფლეშკით აექნება. საერთოდ რა არის ამ ფლეშკაზე, ან რატო გონია ეგეთი მარტივი ჯარიდან დახსნა, ან რატო უნდა დავიხსნა? აქ ისეთი რაღაცა არის, რომ შენ ჯილდოს გარეშე არ დაგტოვებენ და დარწმუნდები რომ არ ვიტყუები. ჯილდოს გარეშე თუ არ დავრჩები მომეც. ხო. კიდე ერთი რაღაც. ლექსო ციხეში არ უნდა ჩასვა. ხო, ნუ. კაი, მომეც. თანახმა ხარ? მე გადავები? თანახმა ვარ, მომეც. შენი ხმა ჩაწერილია. ტყუილის შემთხვევაში დამნაშავე შენ გამოხარ. აი ეგრო სისხლის სამართლის დანაშაულია, ხო იცი? ჩემი საკონტაქტო გაქვს და თუ რამეა დამირეკე. სათხა რამდენი ხანი გოგო? გეტყვით მაგრამ, რა ქენი შენი ყიდე წამალე. კი, ვიყიდე. დრანაირად მოყიდეს. რავი, ანი ვერ ვიძინებ თქო, უთხარი და მომყიდეს. ხო, კაი. და თინაზე რა ქით? დავურეკე და არ ვარ სახლში, მაღაზიაში ვარო. კაი, წავედით, მაშინ რაღაც ვდგავართ. მოხვედით ბავშვებო. როგორ ხართ ლექსოძია? გამარჯობა ლექსო. არა მეშავ, თქვენ როგორ ახართ? როგორ ვიქნებით? სადიკავით ასე დარაზმულები. შედით. აბა როგორ ახართ ბავშვებო, რა ხდება ახალი? ჩვენც მაგის საკითხავად მოვედით ლექსოძია. ანი პოლიციამ დამირეკა. თინახევარი საათის უკან და აი მას აქვია ბახვა სიჭერენ. და ვინ არის ბახვა? აი ვისთანაც ბოლო შეხების წერტილი ხონდა. რა უნდა და მაგასთან? მე რა ვიცი, გამოძიება დაადგეს. აბა მე რა ვიცი, საიდან.
რავი უნდა სად დადიოდა და საერთოდ გავიგე მაგის რამე. ამას რა ჭირს? ხომ მშვიდობა გაქვს შენ შვილო? მშვიდობა ქვია ამას? შენ გავიგე, მე არ მაქვს მშვიდობა, მაგრამ შენ პირადად ხო გაქვს მშვიდობა? ალექსოდია დამშვიდით. დამშვიდი, წადი ერთი წყალი მომიტანე რა. Rametsია. Საგივსი არც მინდოდა ამდენი. დადგი რა. ხო და რა ვიცი ამის ფეხბურთმა და ამის სტადიონმა გადამიყოლა რა. თავი ამკვირდა რაღაც. აი ეს. ხო და პირველ რიგში ჯარში წავა. ცოტა წყალი დამისხი რა. რა იყო, რა გჭირს ბიჭო? ხო არ ჩაიჯვე. მოდი. შენაირი გასაღები. მიდი არ გიზავს არაფერს მიდი. ვაიმე. აი მე ავიღებ შეჩემ რა გჭირს. წამო. ისინი ჩუმა დავდივართ და შენ კიდე მოიხოდო ბიჭო რა გჭირს. მოვდივარ, ხოდივარ. ტექსტალი ჭრუს. ვინაის ტექსტი? წამოდინა. ექთვები რო დაიბადე მაშინ მოყვა თუ მე ამ შეხედე შეჭამ რაზ გავს. მოისე სალონში ახ დაღენე გაუმოწოს. რა გაუმოწოს? რა უნდა ხდებოდეს? შეხედე, გაიუსო ჩამოსული ზანგებით აქავრობა, ეკალაკი ქალაქს აღარ. რანაირად ლაპარაკობ? 21 საუკუნე სტუმართ მოყარეობა არის ჩემ. არა ელემენტარულებზე მალაპარაკე. შენ ბიჭო ვისაც არ გიჩქუბოთ ბიჭო. ეს ცოტა წაი. ქართველები ახლა ბიჭო. მე ქართველების თავი რეჟისორია ეგ რო არის არიცი შენ? რო სტუმარს პატივი უნდა. მე სტუმარი ვიცი, როგორ იცი? მოვა და წავა, უნდა იცოდეს წავით წასვლის დრო. და არა ისო ჩამოვა და ამის გამო ჩვენ ქართველი ბიჭები ვიჩაგდებით და ვერც მუშაობთ ბიჭო. შენ რა უცხოეთ ჩახვედ და ესე რომ მოგეცნე. დაგისწორდება ეგ? და ვინ ჩადის მე უცხოეთ ჩვენ ქვეყანაში. აი ხო მე ვციო. რას უნდა დავრასხობდი ძო აღარა საჭირო ამ ჩხუბი და ახალ მოხარ. არ არის სწორი. შენ ხო რიცხინას მე ვარაფერი. საროს. მაგარი. კარგი. იო წამ. Next. Yeni. იო წამ ვიوارჩ. დაივალე. კი, მაგრამ
ნელა